მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. დღის წესრიგი წარმოდგენილია ორი საკითხი გვაქვს. დავამტკიცოთ დღის წესრიგი, თქვენი ზნებართვით. პირველი საკითხი ეხება საქართველოს თავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და თამდევი კანონები ახლავს თან. მოხსენებელი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ქალბატონი ირინე წაკაძე. გთხოვთ. მოგესალმებით, ბატონებო და დიდი მადლობა. პირველი მოსმენაა და ამიტომ მოკლედ ძირითად პრინციპებზე ვისაუბროთ. ის კანონი, რომელიც მიღებული იქნა 2022 წლის ბოლოს ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხის და უსაფრთხოების შესახებ, ფაქტიურად უკვე ამოქმედებულია, თუმცა მისი გარკვეული ნაწილი, უანგარო დონაციასთან დაკავშირებული ნაწილი ამოქმედდება 2026 წლის 1 აპრილიდან. ამ კანონმა შემოიღო მთელი რიგი სიახლეები, ძალიან ბევრ პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება სისხლის და მისი კომპონენტების შეგროვებას, ტესტირებას, დამუშავებას, მართვას, განაწილებას, ტრანსფუზიის მიზნით გაცემას და ასე შემდეგ. რაც მთავარია, კანონმა შემოიღო სისხლის დაწესებულებების ფუნქციონირების ცენტრალიზებული მოდელი. უნდა დაფუძნებულიყო სახელმწიფოს მიერ ერთიანი ცენტრალური სისხლის დაწესებულება, რომელსაც ექნებოდა ყველა სხვა დაწესებულებისგან განსხვავებული ფუნქციები, ის იქნებოდა პასუხისმგებელი ზოგადად ქვეყანაში სისხლის მარაგების მართვაზე, სისხლის და მისი კომპონენტების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფდა, განსაზღვრავდა ასევე ქვეყნის მოთხოვნილებას ყოველწლიურად სისხლსა და მის კომპონენტებზე და ასე შემდეგ. მართლაც მთავრობამ განკარგულებით შარშან 1 ოქტომბრისთვის დააფუძნა ასეთი ცენტრალური სისხლის დაწესებულება და ეს დაწესებულება შეუდგა ფუნქციონირებას. თუმცა ამავე დროს არის ცოტათი გაურკვეველი საკითხი, რა ბედი ეწევა აქამდე მოქმედ სისხლის დაწესებულებებს, რომლებსაც დღეისთვის აღებული აქვს საწარმო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია, ასეთი არის 23 დაწესებულება. ისინი არიან აღჭურვილი შესაბამისი ტექნიკური, ასე ვთქვათ, სამედიცინო აღჭურვილობით და ყავთ შესაბამისი პერსონალი და ასე ვთქვათ, კანონმდებლობის საფუძველზე დღეისთვის ჩვეულებრივ ახორციელებენ უფლებამოსილებებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ დაწესებულების ასე ერთი ხელის მოსმით გაუქმება, ამ ბაზრიდან ჩამოშორება და ცენტრალური დაწესებულების მიერ ამ ფუნქციის შესრულება იქნება არასწორი, იმიტომ რომ ჯერ ერთი იქნება არარაციონალური ხარჯი. ცენტრალური სისხლის დაწესებულება კი დაფუძნა, მაგრამ მის მიერ ფუნქციების სრულყოფილად შესრულებას, ანუ იმ ფორმით შესრულებას, როგორც ეს კანონშია ჩადებული, ჭირდება ძალიან დიდი თანხები. აი პირველადი გაანგარიშება, რაც იყო თავის დროზე 2022 წელს მიღებული კანონით. ამ გაანგარიშების თანახმად პირველადად საჭირო იყო ერთჯერადად დაახლოებით 16 მილიონი ლარი იმისთვის, რომ ეს დაწესებულება დაფუძნებულიყო და ესე სინამდვილეში შემოეკრება ის სიმძლავრეები და რეალურად დაეწყო თავისი ფუნქციების შესრულება. ამ დროს ეს დაწესებულებები აღჭურვილი არიან უკვე როგორც მოგახსენეთ შესაბამისი აპარატურით. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს დაწესებულებები არ უნდა გაუქმდნენ, მათ უნდა მიეცეთ ფუნქციონირების გაგრძელების საშუალება, თუმცა აუცილებლად ახალი კანონმდებლობის და ახალი სალიცენზიო პირობების ეტაპობრივად დაკმაყოფილების ვითარებაში. მეორე საკითხი არის უანგარო დონაციის პრინციპზე გადასვლა. მოქმედი კანონი ითვალისწინებს, რომ სრულად უანგარობის დონაციის პრინციპზე სახელმწიფო უნდა გადავიდეს აგერ რამდენიმე დღეში უკვე 26 წლის 1 აპრილიდან, მაგრამ ვინაიდან დღეს ახლა თუ გადავხედავთ სიტუაციას, მთელი ასე ვთქვათ, ამ დონაციის სრულ მოცულობაში უანგარო დონაცია იკავებს დაახლოებით 50-55%. აქედან გამომდინარე, თუ 1 აპრილიდან იმ ფორმულირებით ამოქმედება ის ნორმა, რომელიც მიღებულია, ჩვენ ვალდებული ვიქნებით, რომ 100% უანგარო დონაციის პრინციპზე გადავიდეთ, რისთვისაც დღეს, ასე ვთქვათ, სისხლის დაწესებულებები მზად არ არიან, იმიტომ რომ არ არის ჩამოყალიბებული ჯერჯერობით საზოგადოებაში შესაბამისი კულტურა. ამისთვის ძალიან დიდი კომპლექსური ღონისძიებები უნდა გატარდეს, როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ისე სექტორის მხრიდან და რაც მთავარია თვითონ საზოგადოების სწორი მიდგომა და სწორი ცნობიერება უნდა ჩამოყალიბდეს უანგარო დონაციასთან დაკავშირებით. ამიტომ გთავაზობთ, რომ აუცილებლად უნდა გადავიდეთ 100%-იანი უანგარო დონაციის პრინციპზე, ადრე თუ გვიან და ეს გვიან არის ჩვენი შემოთავაზებით 2030 წელი, თუმცა ისევ და ისევ ნაბიჯ და ეტაპობრივად, რათა მოვემზადოთ ამისთვის სათანადოდ და ისეთი ვითარება არ შეიქმნას, რომ როცა ეს ნორმა ამოქმედება და ქვეყანა სრულად უანგარო დონაციის პრინციპზე გადავა, ჰოსპიტალურ სექტორში პაციენტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არ შექმნას საფრთხე. აი ეს არის ძირითადი პრინციპები, ძალიან მოკლედ ახალი პაკეტის, რასაც მოგახსენეთ, დიდი მადლობა. Ჩვენ გვაინტერესებს რატომაც დაგვეწერა
ეს კანონპროექტი რო საშემოსავლოსგან თავისუფლდება, იქნებ ამაზე გითხრათ, რომ ჩვენი თემა რაც არის. ერთ-ერთი თამდები პროექტი არის საგადასახადო კოდექსის ცვლილება, რომელიც რას ითვალისწინებს. 2025 წლის 1 ოქტომბრამდე საგადასახადო კოდექსში იყო ნორმა უბრალოდ ცოტა სხვა ფორმულირებით, იქ ეწერა ასეთი რამ, რომ სისხლის და მისი კომპონენტის დონორისთვის გაღებული კვების საკომპენსაციო თანხა თავისუფლდება საშემოსავლო გადახდისგანო. თუმცა ეს კვების საკომპენსაციო თანხა სინამდვილეში იყო, ძალიან ცუდი ჩანაწერი იყო, სინამდვილეში იყო ის თანხა, რომელსაც დღეს სისხლის დაწესებულება და მაშინაც უხდიდა დონორს. ეს თანხა არის ახლა ჩვენ რომ გადავხედეთ არსებულ სიტუაციას დაახლოებით 35-70 ლარი, თუმცა ბოლო პერიოდში არის ტენდენცია, რომ ცოტა უფრო გაიზარდოს 100 ლარსაც აღწევს ხანდახან და ეს თანხა იყო გათავისუფლებული საშემოსავლო გადახდისგან. ახლა თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს არ არის საჯარო სამსახური, რომ გადასახადის წყაროსთან მოხდეს ახლა საშემოსავლოს დაკავება და წარმოედგინეთ დონორი, რომელიც იღებს 35 ლარს და შემდეგ მიდის და საგადასახადო ორგანოში ამ 35 თუნდაც 50 ან 100 ლარის 20% სიხდის შემოსავლის სახით. ამიტომ აი ამ ნორმის აღდგენაზე არის საუბარი 1 ოქტომბრიდან რატომ გაუქმდა ეს ნორმა, ესაც გაურკვეველია, ჩვენ მგონია რომ ეს რაღაცა საკანონმდებლო ხარვეზი იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლა მანამ სანამ ეს უანგარო დონაციის პრინციპი, უпростоრად ფასიანი დონაციის პრინციპი ეტაპობრივად მაინც გაგრძელდება და 2030 წლამდე იმოქმედებს, მანამდე დონორები უნდა გავათავისუფლოთ აი ამ დონაციის სანაცვლოდ მიღებული ფულადი თანხის საშემოსავლო გადასახადის გადახდისგან. ბატონო, აი ამ ჩანაწერის გამო არის ჩვენ კომიტეტში ეს საკითხი. ქალბატონი, თუ რამე სხვა კანონებშიც გააქვთ, ჩვენ ერთად უნდა უყაროთ გენჯი პირველი მოსმენა არის, თუ სხვა კანონებში გაქვთ რამე სათქმელი ბრძანეთ. თუ არა და მაშინ შეკითხვებზე გადავალ. დანარჩენი პროექტები პრინციპში არის გამომდინარე, ერთადერთი რაც შეიძლება ხაზი გაესვას ლიცენზიების და ნებართვების შესახებ კანონში არის ასევე გამომდინარე ცვლილება, რომელიც ამბობს, რომ აი ცენტრალური სისხლის დაწესებულება გათავისუფლდება საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის გაცემისგან და ასევე სისხლის პლაზმის, რომელიც იწარმოება ფარმაცევტული პროდუქტის დასამზადებლად, ექსპორტის ლიცენზიისგან. ეს რატომ? იმიტომ რომ ცენტრალური სისხლის დაწესებულება არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული, მას მართავს ჯანდაცვის სამინისტრო და ერთი მხრივ ჯანდაცვის სამინისტროს მართვაში, გამგებლობაში და სისტემაში იყოს დაწესებულება და მეორე მხრივ სამინისტრომ ისევ და ისევ თავისი მეორე დაწესებულების რეგულირების სააგენტოს ხელით ამოწმოს მის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულება, ეს უბრალოდ რაღაცა ისეთი არარაციონალური, არასწორი მიდგომა გამოდის. ამიტომაც უნდა გათავისუფლდეს ეს დაწესებულება საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის მიღებისგან. ამის პრეცედენტი სხვათა შორის არის უკვე, იმიტომ რომ აი დღეს მაგალითად მოქმედი კანონით სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულება, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტის ეროვნული ბიურო ასევე გათავისუფლებულია საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის აღებისგან. დანარჩენი ცვლილებები არის პრინციპში უფრო შინაარსობრივად გამომდინარე და რაიმე ისეთ მნიშვნელოვან ახალ საკითხს არ შეიცავს. ბატონო ილია გთხოვთ. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესოდ წარმოგვიდგინეთ ეს მიმართულება, თუმთვის სიახლეა და ცოტა ახალი მიმართულებაა ეს, მაგრამ ძალიან საინტერესოა. ერთი რამე თქვენ აღნიშნეთ, რომ იყო ის განთავისუფლებული გადასახადებისგან და ეს ნორმატივი გაჩერდა თუ მოიხსნა, რაღაცა ამას უნდა ალბათ ქონდა წინაპირობა ან რაღაცა მიზეზი არსებობდა ამის გაუქმების. თუ გვაქვს ჩვენ, ან არ ვიცი, მსგავს დაწესებულებებში აუდიტორული შემოწმების ჩატარების რა მიზეზი იყო ის, ალბათ საგადასახადომ ალბათ უფრო დეტალურად იცის, რა მიზეზი იყო ის ან გაუქმების, ეს მომენტი ძალიან საინტერესო იქნება. თუ არა და სხვა მიმართულებით აბსოლუტურად მისაღებია ყველა ის არგუმენტი, რაც თქვენ თქვით. ეს დიდი ბაზა, რომელიც გაკეთდა სახელმწიფომ რო გააკეთა, კიდე ამასთან დაკავშირებით მაქვს კითხვა, რამდენად ციფრულად გაციფრულებულია მისი მუშაობა და მონაცემთა დაცვა რამდენად უსაფრთხოდ არის ამ ბაზაში, რომელიც თქვენ აღნიშნეთ, რომ შარშან შეიქმნა ეს ბაზა, რომელიც ჯერ არ არის ისეთ დონეზე მზად, რომ ჩაანაცვლოს ეს ყველა კომპანია, რომლებიც არიან ამ მიმართულებით დაკავებულები. და თუ არის საშუალება, რომ დონორებს კონდეთ წვდომა თავის ინფორმაციასთან, თავის სისხლის მონაცემებთან მიმართებაში. მე ერთ-ერთი დონორი ვარ, სამ თვეში ერთხელ, ოთხ თვეში ერთხელ მიწევს ხოლმე მისვლა და მაინტერესებს ესეთი
მიმართულება შეიძლება ეს ამაზე პასუხი დღეს არ გქონდეთ, მაგრამ შემდეგ მოსმენისთვის საინტერესო იქნება ამ დეტალების გავლა. მადლობა. სხვა შეკითხვები არ ჩანს, გთხოვთ ბოს. ბატონო ილია, პირველ რიგში მადლობას გიხდით ამისთვის, რაც ახლა ბრძანეთ, იმიტომ რომ აი ზუსტად ეს არის საითაც ჩვენ ნელ-ნელა უნდა წავიდეთ და ნებისმიერი ადამიანის, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობა უწყობს ხელს, ეს უნდა იქცეს რეგულარულ, ესეთ ყოველდღიურ ესე პირობითად ვამბობ, ჩვევად. ადამიანმა უნდა გაიაზროს უანგარო დონაციასთან მიმართებით საკუთარი წილის სოციალური პასუხისმგებლობა, ეს არის მთავარი. ეხლა თქვენ შეკითხვებს რაც შეეხება, ნახეთ საგადასახადო კოდექსიდან რატომ ამოვიდა ეს ნორმა ამის აი რაციონალური ახსნა არ არსებობს. ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს იყო ხარვეზი, იმიტომ რომ რადგანაც დღეს ასეა თუ ისე სწორია თუ არასწორი არსებობს ხო ეს ფასიანი დონაცია და ფასიანი დონაცია ჯერ თავის დროზე უნდა შეწყვეტილიყო დაუშვათ რაღაცა 2025 წლის რაღაც კონკრეტულ დროს. შემდეგ გაგრძელდა ის 1 აპრილამდე და ჩვენ აგერ ახლა ვაგრძელებთ უკვე ეტაპობრივად 2030 წლის 1 აპრილამდე. ამიტომ აი ესეთი რაღაცა რაციონალური საფუძველი რატომ უნდა ამოღებულიყო საგადასახადო კოდექსიდან ეს აი ნამდვილად არ არსებობს, იმიტომ რომ ჩვენ შევეცადეთ საგადასახადოსთანაც გაგვერკვია და მათაც დიდად ინფორმაცია ამაზე არ ქონდათ. ამიტომ ვთვლით რომ ეს იყო პაკეტის რაღაცა ერთგვარი ხარვეზი, რომელიც ახლა უნდა გამოვასწოროთ და მე ერთი რაღაც მინდა გითხრათ გულწრფელად. აი 1 ოქტომბრიდან როცა კი ამოვიდა ეს ნორმა საგადასახადო კოდექსიდან და დღეს ახლა პირდაპირ წავიკითხოთ საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება აღარ ეხებათ დონორებს, მაგრამ პრაქტიკაში ეს ასე არ განხორციელდა, იმიტომ რომ დიდად ამის შესახებ ინფორმაციაც არ აქვს დონორებს და ის დონორი, რომელიც დღეს მიდის და დონაციის სანაცვლოდ რაღაცა გარკვეულ ფულად თანხას იღებს, ის დღეს ისედაც არ იხდის ამ საშემოსავლო გადასახადს. ამიტომ ამ ნორმის აღსრულება არ ხდება. ხო, ეს ახლა თქვენ გასაგებია უანგარო დონორი ბრძანდებით და ამიტომ, მაგრამ რომ გადაეხადათ ასე ამიტომ უბრალოდ ახლა უნდა აღვადგინოთ ის ნორმა, რომელიც სწორი იყო და რეალურად ამის გამოსწორება ხდება ამ პროექტით. ბაზას რაც შეეხება, ნახეთ, მე ვისაუბრე ცენტრალურ სისხლის დაწესებულებაზე თვითონ, რომელიც ჯერ მზად არ არის თქო, ანუ სრულად ეს სიმძლავრეები შემოიპირკრიბოს და სრულყოფილად შეძლოს ფუნქციონირების განხორციელება. რა თქმა უნდა, ეს დაწესებულება ჩვეულებრივად აქამდე იყო 23 დაწესებულებიდან ერთ-ერთი სრულყოფილად ჩვეულებრივად კანონმდებლობის ფარგლებში ახორციელებდა, იყო ერთ-ერთი ესეთი მძლავრი საკმაოდ სისხლის დაწესებულება. თუმცა ახლა თანდათან უკვე უნდა კიდევ უფრო ასე ვთქვათ, უნდა გაზარდოს ეს თავისი საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის პროცესი, შემოიკრიბოს სიმძლავრეები და ის ელექტრონული ბაზაც, რომელიც თქვენ ახსენეთ, ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა არა მარტო ერთ-ერთი რიგითი ცენტრალური სისხლის დაწესებულების ფუნქციის შესასრულებლად, არამედ სისხლის მარაგების სამართავად, რაზეც ასევე ვისაუბრეთ, იმიტომ რომ ეს დაწესებულება ამ მიერიდან პასუხისმგებელი იქნება არა მარტო საკუთარ საქმიანობაზე, არამედ დანარჩენი 22 სისხლის დაწესებულების საქმიანობაზეც და ელექტრონული ბაზის გარეშე ამის გაკეთება ძალიან გაუჭირდება. ერთი დაზუსტება მინდა კიდე ამასთან მიმართებაში. ეს დაწესებულება თბილისში იქნება თუ რეგიონშიც იქნება დასავლეთ საქართველოში ცალკე ან განაწილებული თუ ექნება მას რამე ფილიალები, რომ სისხლი ისეთი რამეა, რომ დროსთან არის დაკავშირებული, როცა საჭიროებაა და ამიტომ საინტერესოა ეს როგორი არქიტექტურა ექნება ამას. მადლობა. დღეისთვის ამ დაწესებულებამ ფუნქციონირება გააგრძელა იმის სამერძე, სადაც აქამდე იყო, ანუ თბილისში არის საუბარი, ჯერჯერობით რეგიონული ოფისების გახსნის და ფილიალების გახსნის საჭიროება არ არსებობს, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ის 22 დაწესებულება ჩვეულებრივად აგრძელებს ფუნქციონირებას, მაგრამ მომავლისთვის, როცა ეს ასე ვთქვათ, გარდამავალი ეტაპი ამოიწურება და ის დაწესებულებები დანარჩენი 22 ნელ-ნელა ჩამოშორდებიან ამ სფეროს და მართლაც ეს გახდება ცენტრალიზებული დაწესებულება, მაშინ აუცილებლად ცხადია მინიმუმ სისხლის ამღები ჩამბარებელი პუნქტების გახსნა გახდება მთელი საქართველოს მასშტაბით საჭირო, იმიტომ რომ ხა ადამიანი ყველა თბილისში ვერ მოვა და სისხლს აქ ერთ წერტილში ვერ ჩააბარებს. ეს 22 კერძო დაწესებულებაა, ყველა 22-ვე?
22 არის კერძო დაწესებულება, თავიდან ისინი იყვნენ სამეწარმეო დაწესებულებები, ძირითადად შეპესების ფორმით ოპერირებდნენ, მაგრამ შაშან 1 ოქტომბრისთვის იყო აი ეს ასე ვთქვათ ის გამყოფი ზღვარი, როცა ისინი ვალდებული იყვნენ, რომ გადაკეთებულიყვნენ არასამეწარმეო იურიდიულ პირებად, ანუ არაკომერციულ საწყისებზე გააგრძელეს მათ ფუნქციონირება. ყველამ ვერ შეძლო 23-დან სამწუხაროდ 17-მა შეძლო IP-ის ფორმით ფუნქციონირების გაგრძელება, 5 არის ჯერ კიდევ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და 1 სააქციო საზოგადოება და სხვათა შორის ჩვენ ამ პროექტით მათაც ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ მიმართონ შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს და გადაფუძნდნენ IP-ებად, იმიტომ რომ აქ არ შეიძლება ზოგი დაწესებულება კომერციულ საწყისებზე ფუნქციონირებს და ზოგი არაკომერციულ საწყისებზე. მადლობთ, რადგან სხვა შეკითხვები არ არის, კენჭისყრაზე ვაყენებ, ვინ არის მომხრე? წინააღმდეგი არ არის არავინ. მადლობა ქალბატონო ირინე. მადლობა. კოლეგებო, იქ მთავრდება და მოხსენებელი მოვა და 2 წუთიან შესვენებას ვაცხადებ. ვაგრძელებთ სტომას. მეორე საკითხი. საქართველოს პარლამენტის წევრების პაატა გუჟინაძის, ირაკლი ხელაძის, ბეჟან წაქაძის, გიორგი ბარვენაშვილის, ლევან მაჭავარიანის, ზურაბ რურუას, ილია ენჯიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ და საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მოხსენებელი პარლამენტის წევრი ბატონი ირაკლი ხელაძე. თხოვთ ბატონო. მადლობა ბატონო თავმჯდომარე, მოგესალმებით კოლეგებო. პირველი მოსმენით წარმოგიდგენთ კანონპროექტებს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ და ასევე საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ყველას კარგად მოგიხსენებათ, რომ საქართველოში იმპორტირებული ავტომობილების ძირითადი ნაწილი 6 წელზე მეტი ასაკისაა, რაც განაპირობებს ავტოპარკის მნიშვნელოვნად მოძველებულ სტრუქტურას. ხანდაზმული ავტომობილები გამოირჩევა მავნე ნივთიერებების მაღალი ემისიით, საწვავის დაბალი ეფექტურობით და ტექნიკური ცვეთის მაღალი დონით. ტექნიკურად მოძველებული ავტომობილების გაზრდილი რაოდენობა ასევე ზრდის გარემოს დაბინძურების რისკებს, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევა ალბათ ყველა დამეთანხმებით ჩვენი ქვეყნისთვის. გარდა ამისა, დიდ გავლენას ახდენს როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებზე, ასევე მასში მონაწილე სხვადასხვა პირებზე. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი აქციზის სისტემა მოიცავს ავტომობილების ასაკობრივ დიფერენციაციას, ის პრაქტიკაში არ ქმნის საკმარისად ძლიერ სტიმულს ავტოპარკის განახლებისათვის. არსებული მოდელი სრულად არ შეესაბამება სახელმწიფოს პრიორიტეტებს ავტოპარკის განახლების, გარემოს დაცვისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში. სწორედ ამ მნიშვნელოვანი გამოწვევებიდან გამომდინარე მომზადდა კანონპროექტი, რაც ითვალისწინებს მსუბუქ ავტომობილებზე დაწესებული აქციზის დაბეგვრის მოდელის ცვლილებას. კერძოდ, კანონპროექტით 0-დან 6 წლის ჩათვლით ავტომობილებისათვის აქციზის განაკვეთი განისაზღვრება 1 სმ3-ზე 1.5 ლარის ოდენობით, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების შემთხვევაში აქციზის გადასახადი განისაზღვრება 1 სმ3-ზე 4.5 ლარის ოდენობით. შესაბამისად, უქმდება 198 მუხლის პირველი ნაწილის ცხრილის მეოთხე გრაფა, რომლითაც დადგენილია წლების მიხედვით დიფერენცირებული აქციზის განაკვეთები. მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტი ინარჩუნებს ძირითადი განაკვეთებისგან განსხვავებულ სპეციალურ განაკვეთებს. მარცხენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილებისათვის ძალაში რჩება ძირითადი განაკვეთის 60%-ით შემცირებული განაკვეთი, მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისათვის შესაბამისი აქციზის განაკვეთის გასამაგებული განაკვეთი, ხოლო ელექტროზრაომიანი მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისათვის აქციზის განაკვეთის შედეგად შეადგენს ფიქსირებულად 3000 ლარს. კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია განსაზღვრის წესი და სხვა ტექნიკურ-რედაქციული ხასიათის ცვლილებები. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს გარდამავალ დებულებებს, რომლის შესაბამისადაც თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოში შემოყვანილია ან დაწყებულია მისი ტრანსპორტირება 1 აპრილამდე, გამოყენებული იქნება ამ ცვლილებამდე მოქმედი განაკვეთები. ამასთან, თუ ავტომობილის ტრანსპორტირება ხორციელდება სახმელეთო ტრანსპორტით, ან იგი გადაადგილდება თავისი სვლით, დგინდება დამატებითი პირობა, რომლის მიხედვითაც ამ კანონის
ამოქმედებამდე დადგენილი განაკვეთები გავრცელდება ავტომობილის საქართველოს ტერიტორიაზე 2026 წლის 1 ივლისამდე შემოყვანის შემთხვევაში. კანონი ძალაში შედის 2026 წლის 1 აპრილიდან. ჩვენი შეფასებით კანონპროექტის ფისკალური ეფექტი იქნება ნეიტრალური. 0-დან 6 წლის ჩათვლით ერთიანი განაკვეთის შემოღება ამ სეგმენტში შემოსავლებს გაზრდის. ამავე დროს 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის ზრდა სავარაუდოდ შეამცირებს ამ სეგმენტში იმპორტის რაოდენობას. იმ შემთხვევაში, თუ იმპორტიორთა დაახლოებით 60% გადაერთვება შედარებით ახალ ავტომობილების იმპორტზე, მოსალოდნელია, რომ დაბალანსდება ხანდაზმული ავტომობილების იმპორტის შემცირებით გამოწვეული შემოსავლების კლება. ასევე წარმოგიდგენთ თანმიმდევრ კანონპროექტს ავტომობილო ტრანსპორტის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს კრიტერიუმის ცვლილებას კლასიკურ ავტომობილად მიჩნევასთან დაკავშირებით, კერძოდ კლასიკურ ავტომობილად ჩაითვლება ავტომობილი, რომლის სლოვანებაც აღემატება 30 წელს, ნაცვლად 40 წლისა. ეს ცვლილებაც უკეთ ასახავს საერთაშორისო პრაქტიკას, სადაც კლასიკური სტატუსი მხოლოდ ასაკით კი არა, არამედ ისტორიულ-კულტურული, კოლექციური, ტექნიკური, დიზაინერული ან ბრენდული ღირებულებებით განისაზღვრება. აქ შეიძლება დამატებით ითქვას, რომ სავარაუდოდ დიდი ალბათობით მთავრობას მოუწევს დამატებითი კრიტერიუმის განსაზღვრა განკარგულებით, რომ მარტო ტლოვანება არ განსაზღვრავდეს ისტორიულ სტატუსს ავტომობილის. ისტორიულ კლასიკურ სტატუსს ავტომობილის. შეჯამებისთვის შემოთავაზებული ცვლილებები ქმნის უფრო თანმიმდევრულ საგადასახადო და მარეგულირებელ ჩარჩოს, რომელიც მხარს უჭერს ავტოპარკის თანდათანობით განახლებას, აძლიერებს სახელმწიფოს გარემოსდაცვითი და საგზაო უსაფრთხოების მიზნების ეფექტიან შესრულებას. დიდი მადლობა. მადლობთ, შეკითხვები. ბატონი გინგა. მოგესალმებით. ბატონი რაგლი, თუ შეგიძლიათ გამგვიმარტოთ მოცემული 6 წელი საიდან მოვიდა ეს შეზღუდვა, რატომ 6 წელი და არა 7 ან 8? ასევე ტარიფთან დაკავშირებით გვაინტერესებს საფუძველი, რატომ სამჯერ რატო გაიზარდა ამ შემთხვევაში 6 წელზე მეტი მანქანის მოცულობის განმაჯება და თუ შეგიძლიათ აგვიხსნათ, გამგვიმარტოთ, ასევე საზოგადოებასაც განვმარტოთ ძალიან მარტივად, რატომ შეიძლება თქვენ განმარტებით ბარათშიც საუბრობთ, უკვე საფუძველი ამის ერთ-ერთი მთავარი არის ეკოლოგიაზე ზემოქმედება. მაგალითად, რატომ შეიძლება 2019 წლის ავტომობილი, რომელიც სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, იყოს გარემოზე მავნე ზემოქმედების და ის გაცილებით მეტი უჯდებოდეს ჩვენს მოქალაქეს მისი შემოყვანა, ვიდრე 2020 წლის ავტომობილი, რომელიც შეიძლება არ შეესაბამებოდეს შესაბამის მაღალ სტანდარტებს, ტექნიკურ სტანდარტებს. სხვა შეკითხვები არ არის, უპასუხეთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. აქ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენ რა არის ამ კანონპროექტის მიღების მიზანი. შესაძლოა რომ რაღაც გარკვეულ საკითხებზე აპელირება მოხდეს. ჩვენ საკმაოდ აქტიურად ვსაუბრობთ იმაზეც, რომ საქმიანობის სექტორში საქმიანობის წესებში გარკვეულ ცვლილებას იწვევდეს. რაც შეეხება იმას, რომ საიდან მოვიდა ეს 6 წელი, ზუსტად იმ ხანდაზმულობიდან გამომდინარე, იმ ემისიიდან გამომდინარე, რაც ხანდაზმულ ავტომობილებს ახასიათებს და იმ გადაჭარბებული რაოდენობიდან გამომდინარე, რა დინამიკაც შეინიშნება საქართველოში ყოველწლიურად მსუბუქი ავტომობილების იმპორტის თვალსაზრისით. რაც შეეხება ძირითად არს ამ კანონპროექტის, რა თქმა უნდა, ეს არის თქვენ აღნიშნეთ, რომ გიწერიათო და რა თქმა უნდა, ეს არის მთავარი მამოწირებელი და მამოძრავებელი გარემოს მიმართ ზემოქმედების საგრძნობის შემცირება. ჩვენ ვარაუდობთ, რომ ამ სექტორს მოუწევს ფოკუსირება შედარებით ახალ ავტომობილებზე, მათ შორის ბაზარსაც და მოთხოვნასაც მოუწევს, რომ ადაპტაცია გააკეთოს ახალ მოთხოვნებზე, ახალ რეგულაციებზე და შეზღუდვებზე. შესაბამისად, საერთო ჯამში ეს ჩამოაყალიბებს მომდევნო წლების განმავლობაში ავტოპარკის მნიშვნელოვნად განახლებულ სტრუქტურას. ეს ფიზიკურად ვერ იქნება მოსაწონი, წეღანაც ვთქვით, ჩვენ კოლეგებსაც ჰქონდათ განსხვავებული მოსაზრებები წინა
კომიტეტზე ეს ფიზიკურად ვერ იქნება მოსაწონი ყველასთვის, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს გადაწყვეტილება არის აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის. რა რისკების შემცველია ის გამონაბოლქვი, ის ტოქსიკური ნივთიერებები, რაც გამოწვეულია ხანდაზმული ავტომობილების შემთხვევაში, ამაზე საპარლამენტში ალბათ დიდი დროის დაკარგვა არ უნდა გვიწევდეს, ხო? პირველ რიგში ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე, ეკოლოგიაზე, აერის ხარისხზე და შემდეგ ეს აზღვევს იმ დამატებით მიმართულებებს, სადაც რისკის შემცველია იგივე ადამიანების მათ შორის ბავშვების ჯანმრთელობასთან მიმართებაში. და საგზაო უსაფრთხოება, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, ხო? დროთა განმავლობაში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ბაზრის სტრუქტურის გადაწყობა ჩამოაყალიბებს საკმაოდ კარგ, მარეგულირებელ ჩარჩოს ამ მიმართულებით. გადავდივართ შემდეგ ეტაპზე დაზუსტებები. გთხოვთ დაზუსტებაზე ბატონი გიგა. ну მოკლედ მაინც დასაბუთებული პასუხი კითხვაზე ვერ მივიღეთ, თქვენ საუბრობთ სტანდარტებზე, გაუგებარია რა სტანდარტებით ხელმძღვანელობთ, იმიტომ რომ თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებით წლოვანება მანქანის ტექნიკურ შესაბამისობასთან გარემოს ზემოქმედების ნაწილში აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ არის. კიდევ ერთხელ ვამბობთ, 2019 წლის ავტომობილიც თავისუფლად და მეტი წილი ასე ვთქვათ ევროპული განსაკუთრებით ავტომობილებისა თანამედროვე ავტომობილების აკმაყოფილებს მაგალითად მინიმუმ Euro 6 სტანდარტის ასე ვთქვათ სტანდარტებს. თქვენი პასუხი რომ გარემოს ზემოქმედება არის მთავარი არგუმენტი 2020 და შემდეგიც 2022-23 წლის ავტომობილებიც, კონკრეტული ავტომობილები შეიძლება იყოს, რომელიც საერთოდ არ აკმაყოფილებს არათუ Euro 6 სტანდარტებს, არამედ Euro 5 და Euro 4 სტანდარტებსაც, რომლებსაც გაცილებით მეტი გარემოზე მავნე ზემოქმედება შეუძლია ჰქონდეთ ვიდრე 2019. შესაბამისად, დიფერენცირება ამ ნაწილში ასე ვთქვათ წლოვანებით მანქანის ფაქტურად აბსურდია და ნამდვილად ვერ გაამყარებს თქვენს პოზიციას გარემოზე ზემოქმედების ნაწილში. მეორე რაც შეეხება თქვენ საუბრობთ ავტოპარკის განახლებას და დამერწმუნეთ თქვენ ამ კონკრეტული ცვლილებით, როდესაც გაასამმაგეთ ფაქტიურად საბაჟო ხარჯი ჩვენი განსაკუთრებით საშუალო რგოლის, ასე ვთქვათ, ეკონომიკურ დონეზე ჩვენი მოქალაქეებისთვის, დამერწმუნეთ ეს პირიქით გამოიწვევს ადგილობრივ ბაზარზე ამ კონკრეტული წლოვანების ავტომობილების გაძვირებას და პირიქით დღეს თუ ჩვენი მოქალაქეები უფრო მეტად დაზიანებული, ასე ვთქვათ, ავტომობილით სარგებლობდნენ, ამ კონკრეტული ავტომობილის სარგებლობის ვადას კიდევ უფრო მეტად გაახანგრძლივებს. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პასუხი კონკრეტული ვერ მივიღეთ, რატომ შეიძლება 2019 წლის ევროპულ სტანდარტ, ანუ დღეს რაც არის მსოფლიოში დადგენილი სტანდარტები, ამ კონკრეტული მანქანის, ასე ვთქვათ, გარემოზე მავნე ზემოქმედება უფრო მეტი იყოს, ვიდრე 20, 21, 22 არ აქვს მნიშვნელობა. არ არის ეს დასაბუთება ამ ნაწილში. პირველ რიგში. მოდი მივყვეთ. კითხვები იყო, ეხლა არის დაზუსტებები. უპასუხეთ დაზუსტებებს და ამით მორჩა. პირველ რიგში უნდა ითქვას ის, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანი გარდა იმისა, რომ არის გარემოს დაცვითი ღონისძიებების უფრო გაეფექტიანება, არის ისიც, რომ სტიმულირება და წახალისება მოხდეს ჰიბრიდული ავტომობილების შემოყვანა იმპორტის და ასევე ელექტროავტომობილების იმპორტის. აქ აპელირება მიდის იმაზე, რომ შესაძლოა 2019 წლის მანქანა უფრო ტექნიკურად გამართული იყოს ვიდრე თანამედროვე ახალი ავტომობილი, ხო? ნუ ესეც დავისაგანია პირველ რიგში რაც ხაზგასმით თქვენ თვითონ დამერწმუნეთ. მე არ შემიზღუდი ხართ არავინ, ვისაც რო და კითხვა დასვა და დაზუსტებაც ხო ძალიან პოზიციის გათვალისწინებით აქ საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფოს ინტერესი უნდა ეფუძნებოდეს ფართო ინტერესს და ფართო ინტერესი ამ შემთხვევაში რა არის? ჩვენ თანმიმდევრულად, მათ შორის ესეთი ნაბიჯების გადადგმით, ასეთი რეგულაციების შემოღებით, ასეთი შეზღუდვების დაწესებით, ფოკუსირება მოვახდინოთ მათ შორის იმპორტიორების და მათ შორის ბაზრის უფრო ახალი ან შედარებით ახალი ავტომობილების შემოყვანის ჩვენს ქვეყანაში. დიდი მადლობა. კარგით, ვაღენებ კენჭის ხრაზე. ვინ არის? თუ შეიძლება.
ბატონო ხო, ჩვენ არ ვართ კომიტეტის წევრები, მაგრამ გესტუმრეთ თემის განსახილველად ჩვენ მქონდა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩავერთეთ და აქაც გვინდა რამოდენიმე კითხვა დავსვათ სურათად. ოი კითხვები მოვჭით, მაგრამ გამონაკლისის საკით იქნებ დასვა. ჩვენ ველოდებოდით რომ ამოწურავდნენ კომიტეტის წევრები და შემდეგ ჩავთვალოთ ჩვენ. კარგი, ძანეცი რომ ბიურო იწყება მალე და გთხოვთ მაშინ რა. კარგით, მაშინ კითხვის გარეშე პოზიციას დავაფიქსირებ კიდევ. ხო, კარგია რომ დადგენილება იცვლება, ეს ჩვენ პოზიტიურად გამოვხატეთ კიდეც, იმიტომ რომ აქ ორი ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა, ერთი ის რომ აკრძალვა შეიცვალა შესაძლებლობით და ასევე ის რომ პარლამენტში გადმოვიდა საბრძოლოდ, ეს ნამდვილად კარგია, მაგრამ ტარიფი არის შეუსაბამო, პირდაპირ რომ გითხრათ, ეს არის უფრო არა შემზღუდველი, არამედ ამგრძელავი ტარიფი. ამიტომ ამგრძელავი ტარიფით ჩვენ შედეგზე ვერ გავალთ, ავტოპარკი ვერ განახლდება და მიზანს ვერ მივახცევთ იმას, რომ ეკოლოგია გაუმჯობესდეს. აქ დეტალურად აღარ ვისაუბრებ, უბრალოდ პოზიციას დავაფიქსირებ, იმიტომ რომ კომიტეტზე ვისაუბრეთ და კითხვებზე პასუხიც ჩემთვის არ არის იმისთვის საკმარისი, რომ ამ გადაწყვეტილებას დავეთანხმო, ანუ წინამდებობა ჩვენი მხრიდან ისევ რჩება. მე ვფიქრობ, რომ და შემოთავაზება მინდა, სხვა თემებში აღარ შევალ, უკვე იქ საკმარისად ვისაუბრეთ. იქნებ გავაკეთოთ ის, რომ მართლაც და დინამიკა სწორად დავგეგმოთ, რომ ავტოპარკი გაუმჯობესოს და ეკოლოგიური სურათი გაუმჯობესებული მივიღოთ და ასევე სოციალური მდგომარეობას რეალური რაც არის ქვეყანაში, იმიტომ რომ ხოლმე 6-დან 0-დან 6 წლამდე ავტომობილების შეძენას მხოლოდ 5 მაქსიმუმ 6% თუ ახერხებს მოსახლეობის და ეხლა თბილისის გადმოსახედიდან რომ აქ უნდა გავააქტიუროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ეს ასეც ხდება თბილისში, მაგრამ რეგიონებში ეს ასე არ არის, ამიტომ რეგიონებს ეს განსაკუთრებით დააწვევს. ასევე სექტორს, რა თქმა უნდა, არ მოუტანს იმ ეფექტს და იქნება ასე ვთქვათ, სამუშაო ადგილების შემცირებას და ბიუჯეტშიც იქნება ნამდვილად დანაკლისი და მოდით მე გთავაზობთ ასეთ რამეს. გავაკეთოთ დიფერენცირებული ზრდა კუბატურასთან მიმართებაში, სააქციზო გადასახადს გულისხმობ, რა თქმა უნდა, რომ 7-8 წლის შემთხვევაში იყოს არა 6-ჯერადი ზრდა, არამედ იყოს 3-ჯერადი ზრდა, 0-დან 8 მაგივრად იყოს 2-დან 0, 9-10 წელზე იყოს 2 და 5 და 11 და 12 წელზე იყოს 3. ეს არის შემზღუდავი და ასევე წამახალისებელი, რომ ავტოპარკი მართლაც და განახლდეს და სწორი ბიძგი მივცეთ და არა ის, რომ ცულის ეფექტით მიუდგეთ და შედეგს ვერ მივიღებთ. და ეფექტი გვექნება ის, რომ ეტაპობრივად განახლდება ავტოპარკი და ამას ამ რეგულაციას შეძლებს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. და ნუ გავაკეთებთ ისე, რომ 4.5 და ეფექტს რას მოგცემს ახლა, თუ არ შევცვალეთ არაფერი. ანუ მოსახლეობის წელავახსენებ, მხოლოდ 5% არის იმ შესაძლებლობის, რომ 0-დან 6 წლამდე ავტომობილი შეიძინოს, ამოვარდება მიმოქცევიდან ახალი შემოყვანის შემთხვევას გულისხმობთ 6-დან დაუშვათ 9 წლამდე, იმიტომ რომ ის ამ სატარიფო გადასახადით კუბატურას გაუთანაბრდება 0-დან 6 წლამდე ასაკის ავტომობილებს, ანუ შედარებით ახალ ავტომობილებს. ის იმას ვერავინ აღარ შეიძენს, სურვილიც აღარ ექნება და გამოვა რომ ისევ ძველ მანქანებზე მისი სიცოცხლის უნარიანობის გახანგრძლივება შეეცდებიან ასე ვთქვათ, მეპატრონეები და ეს ძველი მანქანა კიდევ უფრო მეტად იმოძრავებს მიმოქცევაში იქნება უფრო დიდხანს და კიდევ უფრო მეტად დააბინძურებს გარემოს და არა მივიღებთ იმ ეფექტს, რაც ყველას ერთად გვინდა. ამიტომ ეს შემოთავაზება გვინდა გავაკეთოთ, თქვენი აზრიც მოვისმინოთ ამასთან დაკავშირებით. კარგით, ესე იგი ბატონო ირაკლი, ბატონმა დიმიტრიმ შემოთავაზება გააკეთა, არ ვიცი ახლა რამდენად მზად ალბათ ვერ იქნებით და თუ გნებავთ რამე უპასუხეთ თუ არა და ბატონო კიდევ ჩვენ დიალოგის თუ არა და მომხრეები ყოველთვის ვიყავით და ნუ განსაკუთრებით თქვენთან მიმართებაში, ხო? ჩვენ ლაპარაკს და საუბარს არ გაურბივართ, უბრალოდ დღევანდელი კანონპროექტი მიმულია იმ განკარგულებაზე, რომელიც მთავრობამ უკვე გადაწყვეტილების სახით გამოაცხადა, შესაბამისად დღეს მოკლებული ვართ შესაძლებლობას ამასთან დაკავშირებით მსჯელობა გავმართოთ, თუმცა შემდგომ პერიოდებში ჩვენ წეგან ვისაუბრეთ იგივე არამსუბუქი ავტომობილების ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, ხო? რაცვეთის ეს მისაღებია ნამდვილად, მაგრამ ამას ან პარალელურ რეჟიმი უნდა კონდეს, ან თქვა წინსრებითი უნდა იყოს. ამის შემდგომ გაკეთება
ამას იმდენად დაამძიმებს ამ ვითარებას, გამიგეთ. ამიტომ კანონპროექტზე ჯერ მე გთავაზობთ რომ ვისაუბროთ და მე ვფიქრობ რომ კომპრომისი ყველაზე კარგი ინსტრუმენტია ხოლმე პოლიტიკაში და მით უმეტეს პარლამენტში და ეს შესაძლებელია და მე ვფიქრობ რომ აუცილებელიც, ამიტომ კანონპროექტზე შემდეგ ვისაუბროთ. ეხლა ვისაუბროთ ამ კანონპროექტის ფარგლებში კომპრომისს. მაშინ ესე იგი პასუხებთ რომ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე იმ ფაქტორების გათვალისწინებით რისი მიხედვითაც ჩვენს მიერ მომზადდა ეს კანონპროექტი დღეს წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას რომ ეს საგადასახადო კოდექსში ცვლილება შევიტანოთ ამ ფორმით, თუმცა მე პირადად და დარწმუნებული ვარ ჩვენი გუნდის წევრებით მზად არიან რომ შემდგომ პერიოდში ამ საკითხზე მსჯელობა გავაგრძელოთ. კარგით, რაც არის ტექსტი, ჩვენ იმას უყრით კენჭს, ბატონი ირაკლი იმას ამოსურს, ჩვენ კი ვარ ინიციატორები, მაგრამ ეს თელი გუნდის გადაწყვეტილება არის და თავის თავზე ვერ აიღებს. რო დღეს თქვას რა მიპასუხი, თუმცა გადაწყვეტილება ეს არის, რაც არის ახლა ამ წუთში. ამიტომ კენჭს ყრაზე ვაყენებ იმ რედაქციას, რაც დღეს გვაქვს ამ წუთში. ვინ არის მომხრე? კი ბატონო. საკითხი გადაწყვეტილია, მადლობთ. წინააღმდეგი ამით კომიტეტის თომა დასრულებულია.